ლამაზ ქალაქში, სადაც ძალიან ლამაზი გოგო-ბიჭები ცხოვრობდნენ, ჩამოვიდა უცნობი ქალი. მატარებლიდან ჩამოვიდა და დასახლდა შვენიერ პატარა სახლში. ქალაქიდან ოდნავ გარეუბანში. ეს ქალაქი ცნობილი იყო ბავშვების სიცილკისკისით, ბავშვების მხიარულობით. ყველანი იყვნენ ისეთი ლამაზები, ისეთი კეთილები, ისეთი ზრდილობიანები და საერთოდ წიგნებიც უყვარდათ, თამაშიც უყვარდათ, ყველაფერს ასწრებდნენ, სკოლაშიც დადიოდნენ, ზოგი საბავშვო ბაღში. მოკლედ, ბედნიერი პატარა ქალაქი იყო. ხეებიც კი სხვანაირად ყვაოდნენ. ციყვებით სავსე, კურდღლებით სავსე, ღამემელიები გამოდიოდნენ ხოლმე. მოკლედ, ბედნიერი ცხოვრება იყო. ეს ქალიც ჩამოვიდა, ყველას გაეცნო. ყველას ესალმებოდა, ყველა იძახდა, არა, სიმპათიური ქალია, რა უშავს, მაგრამ ვინ არისო? რატო ჩამოვიდაო? მაინდა-მაინც ჩვენთან რატო მოვიდაო? ან რა ქვიაო? ეს ქალი არ იმჩნევდა. უბრალოდ გამოვიდოდა ხოლმე და ბავშვები როცა ბაღში თამაშობდნენ, ან სკოლის ახლო-მახლო დაჯდებოდა ხოლმე და ათვალიერებდა. ბავშვებს ესალმებოდა, კომპლიმენტებს ეუბნებოდა. ვაიმე გოგონი, რა ლამაზი კაბა გაცვია, ეს როგორი კიკინები გაქვს და კიკინებზე ბაბთები როგორ გიხდება. ღმერთო ჩემო, ნახე მე რა ლამაზი რაღაცა მაქვს, ხო არ გინდა მიიბა კიკინაზე, ან დაიკიდო სადმეო. არა მადლობთ, გოგონა ეუბნებოდა. ой, გამარჯობა შენი. მე ისეთი გემრიელი კამფეტები მაქვს სახლში, სულ სხვანაირი, აი ამ ქალაქში რო არ იშოვება, არც ერთ მაღაზიაში რო არ არის. როცა მოგინდება, შეგიძლია ჩემთან წამოხვიდე და პირი ჩაიტკბარუნო, ხო? შენ შეგიძლია წამოხვიდე ჩემთან, მე შენ მახსოვ ხარ, შენ გუშინ წინ თვები სულ სხვანაირად გქონდა, დღეს სულ სხვანაირად გამოიყურები, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი ხარო. გადიოდა დრო. ქალაქი ძალიან კარგად ცხოვრობდა, მაგრამ ნელ-ნელა თითო ბავშვმა დაიწყო დაკარგვა, გაუჩინარება. იმიტომ რომ გადიოდა დღეები და ბავშვებს ვერ პოულობდნენ. ერთი ბავშვი, ორი ბავშვი, მერე მესამეც მიემატა. ბებიები, ბაბუები, დედები, მამები, ნათესავები, აი პოლიცია, ამბავი, დადიან აქეთ-იქით, ეს ქალი კიდე ზის. რა ხდება? ბავშვი დაიკარგა, უი. და რა მოხდა? რატო ხართ ასეთი შეწუხებული? ბიჭი დაიკარგა, უი. ვაი, რა ცუდი, არა უშავს, იპოვნიან. არა უშავს. პატარა გოგონა, მოდი ჩემთან, მოდი. ნახე, მე რა ლამაზი სათამაშო მაქვს. გამომყევი. არ გინდა რომ გაჩუქო? მომეცი ხელი, გამომყევი. წამოდი ჩემთან და ასეთი გექნება 1000-ობით. შემდეგ უცებ ბიჭი დაინახა. მოდი ჩემთან. მოდი. ნახე რა ბურთი მაქვს. ჯადოსნური ბურთი. ამ ბურთს რასაც ეტყვი ჩუბად. მეორე დღეს იმ წუთშივე ახდენილი გექნება. ამ ლამაზო გოგონი, მოდი ჩემთან. შენ ესეთი რამე არ გექნება ნანახი. ნახე რა სილამაზეა. ნახე ნატურის თვალი, ნამდვილი ნატურის თვალი.
მოდი ჩემთან სამომყევის სახლში და უამრავ ესეთ ნატრის თვალს გაჩუქებ. ამ დროს ქალაქში არის ერთი დავიდარაბა. დაიკარგნენ ბავშვები, კიდე ერთი დაიკარგა, გაუჩინარდა, ვერ პოულობენ, დღეს შემოიარეს, ძაღლები გაიყვანეს, რომ ძაღლებს ეგებ კვალით ეპოვნათ სად ბავშვის, ვინ წაიყვანა. არაფერი, ვერავინ ვერსად ვერ პოულობს. ერთი ყოჩაღი ბიჭი იყო. ალექსა ერქვა. ალექსა არავინ მას ყური არ დაუგდო, მაგრამ კითხვა ისე გაკვრით. ეგებ დიდი ბოდიში, მაგრამ ამ ქალისთვის გვეკითხა, იქნებ რამე იცისო. არა, ამ ქალმა რა იცისა, ეს ქალი ეხლა ჩამოვიდა, არავის არ იცნობს. მაგ ქალს მე მგონი არავინ არ აინტერესებს, საერთოდ რაღაცა უცნაური ქალია, მაგას რა უნდა ვკითხოთო, მაგას ჭკუა რას მოეკითხებაო. ალექსა მაინც დაეჭვდა. ერთხელაც ეს ქალი სეირნობის მერე ნაზად რომ მიდიოდა სახლში, ალექსა ფეხაგრებით გაეკიდა, მოუხვია მოსახვევში და კუთხეს ამოეფარა. უყურებს ეს ქალი, სადაც წესით უნდა ცხოვრობდეს, იქ არ წავიდა. სად გავიდა ეს ქალი? სად წავიდა და ტყეში შევიდა? ტყეში შევიდა? ალექსა გაყვა კიდე, სირბილით გაყვა, მირბის, ჩქარა, მირბის, გაჩერდა, იმიტომ რომ ქალი თითქოს კი არ მიდიოდა. აი ასე დახტოვდა. ალექსა გაკვირვებული უყურებდა და უცებ შეაღო რაღაცა ქოხივით და შევარდა და კარები დაიკეტა. ალექსა მიხვდა, რომ რაღაცა ცუდი ხდებოდა. მართალია მას არავინ არ უჯერებდა, მაგრამ მან ბოლომდე უნდა გაიგოს საიდუმლოება ამ ქალის. სახლს რო მიუახლოვდა, სახლი ჭრიალებდა. ალექსა მიუყურადა და რაღაცა ვერ მიხვდა, ყატაკნაოდა. თუ ვისი ხმა იყო, თითქოს ბავშვების ხმაც იყო. ოღონდ ალექსას შეეშინდა, შიგნით ვერ გაბედა, შესვლა და გამოიქცა ისევ უკან. მორბოდა, გული ამოვარდნაზე ქონდა, მოვიდა და სახლში დედას ეუბნება, მართალია თქვენ მე არ მიჯერებთ, მაგრამ აი ეს ქალი რაღაცა ცუდ ამბავშია გახვეული, ბავშვებთან რაღაცა კავშირი აქვს. გათენდა მეორე დღე. ალექსას დედამ ყველას მოუყვა ალექსას ეჭვები და კიდევ კარგი უფროსებმა დაუჯერეს და დაუგდეს ყური, იმიტომ რომ ძირითადად ხომ ბავშვებს უფროსები ყურს არ უგდებენ და ძალიანაც ცუდი. ხო და ყველა გაყვა ალექსას. გაყვა რომ მოენახათ ის ქალი. ამ დროს ეს ქალი ზის, კამფეტებს ჭამს ბაღში, ფოთოლს ინიავებს, ამ დროს სულ არ ცხელა, მაგრამ ბრანჭვის მიზნით. დიახ, გამარჯობათ, მოხდა რამე? ქალბატონო, არ გაგიგიათ ახალი ამბები, უბედურებაა ქალაქში? ვაიმე, არ ვიცი, არაფერი არ ვიცი და რამე ცუდი ხდება? ვაიმე, რა ცუდია, თუ ცუდი ხდება, არ ვიცი არაფერი. ამ დროს ქალმა ალექსას მზერა დაინახა და არ მოეწონა. მიხვდა, რომ ეს ბიჭი ეჭვით უყურებდა. შენ რა ქვია შენ რა ქვია ალექსა? მოდი მერე ჩემთან, მოდი ალექსა ჩემთან, მოდი აქ, მოდი ჩემთან,
მოდი. გინდა წაგიყვანო ჩემთან სახლში? ისეთი გემრიელი რაღაცეები მაქვს, ისეთი სათამაშოები მაქვს. წამოდი ჩემთან. ალექსა უცებ გაბრუდასავით. გაბრუდა, მაგრამ არა მე საქმეები მაქვს, სახლში უნდა წავიდეო. ხალი ადგა. კარგით ნახვამდის, აბა პრობლემები მოგეგვარებინოთ. ნახვამდის და გაუდგა გზას. ალექსა მოტრიალდა და უფროსებს ეუბნება. ეხლა ძალიან გთხოვთ დამიჯერეთ. აი ეხლა ძალიან გთხოვთ დამიჯერეთ. ეს ქალი ცოტა მოშორებით რო წავა, ჩვენ ფრთხილად, ნელა, ისე რო არ დაგვინახოს, უნდა გავეკიდოთ. ჩუმად და ვნახოთ სად მიდის. და მერე იქ რო შევა, მერე მოვიფიქროთ რა გავაკეთოთო. ქალიც ლა 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 ალი ლა 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 ალი ლა 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 და წავიდა ტყისკენ. ლა 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 ლი 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 ლა 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 გაყარ შევიდა სახლში და მოაჯახუნა. ისე მოაჯახუნა, რომ უკან მორჩენილი ხალხი ასე შეტორტმანდნენ. მიხვდნენ, რომ ალექსა იყო მართალი. ჩუმჩუმად მივიდნენ სახლთან და ისევე ესმით. ერთმანეთს გადახედეს, იქვე ზოგმა ჯოხს მოკიდა ხელი, ზოგმა ქვას მოკიდა ხელი და მიხვდნენ, რომ კარები უნდა შეანგრიონ და შევიდნენ. ეს ქალი უნდა შეიპყრონ. ასეც მოიქცნენ. გააღეს კარები, შევარდნენ და რას ხედავენ? გადაკლაპავთ ყველას, ყველას და მერე გავლამაზდები, გავახალგაზრდავდები და წავალავ ქალაქიდან, რომ სხვა ბავშვები მოვატყო, სხვა ბავშვები გადავყლაპო. Moti var bawშვებო, moti var. და უცბად შემოვიდა უამრავი ხალხი. ალექსა ეუბნება, ჩქარა დაიჭირეთ. არ დავიჭიროთ, გეხვეწებით, ყველა ბავშვს გამოვუშვებ, ჯერ არავინ არ შემიჭამია, არავინ არ გადამიხლაპია, მაპატიეთ, მეც აღარ ვიზავ, არ დავიჭიროთ, ძალიან გთხოვთ, არა, გამოვსწორდები, გადიათ დავიწყებ მუშაობას, ბავშვები მეყოლება, რომლებსაც მეყვარები ძალიან, არა, გეხვეწებით, არ დავიჭიროთ. რა თქმა უნდა დაიჭირეს და ეხლაც ძალიან შორს ყავთ ჩაკეტილი. ბავშვებო, იმედი არ შეგეშინდათ და ამ ამბავმა უნდა გასწავლოთ ის, რომ არავის არსად არ უნდა გაყვეთ დედიკოს და მამიკოს დაუკითხავად. კითხეთ დედიკოს და მამიკოს მხოლოდ იმ შემთხვევაში. აი ასე.